უნიკალური და ძვირად ღირებული ლოტი კრისტის აუქციონიდან თბილისში ეროვნულ მუზეუმში განთავსდება. ივანე ზოსიმეს ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილის საჩუქარია საქართველოსათვის. ეს ქველმოქმედება ბევრი კრიტერიუმით არის ისტორიული. შენაძენი საქართველოსთვის უძველესი ხელნაწერია, პირველია ივანე ზოსიმეს შესრულებით და პირველი სინისმთის კოლექციიდან. სოფო ბერძე კი ამბობთ. £1 million fair warning. ნაყიდია საქართველოსთვის. წიგნი, რომელიც ქრისტიანობის დასაწყისთან ჩვენი ქვეყნის მუდმივ ცივილიზაციურ კონტაქტს ადასტურებს. ისტორიაში პირველად მალე ივანე ზოსიმეს ხელნაწერი თბილისში, ეროვნულ მუზეუმში დაიდებს ბინას და ასე მე-10 საუკუნის ქართველი სასულიერო მწერალი და ჰიმნოგრაფი ისტორიულ სამშობლოს უბრუნდება. წიგნი უნიკალურია და ის საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა აჩუქა. ლონდონში კრისტის აუქციონზე ივანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი მეოთხელოდად გავიდა და ივანიშვილმა მასში ჯამში 1,250,000 გირვანკა სტერლინგი გადაიხადა. ეს კონკრეტული ხელნაწერი შთამბეჭდავია. ხელნაწერი შთამბეჭდაობასა და უნიკალურობას ბევრი მიზეზი განსაზღვრავს. წიგნი პალიმფსესტია. პირველადი ტექსტი მე-5-მე-7 საუკუნით თარიღდება, ხოლო მე-10 საუკუნეში ივანე ზოსიმემ მასზე ტექსტი ქართული ანბანით პირადად გადააწერა. მე-10 საუკუნეში ცნობილმა ქართველ პალესტინელმა ბერმა ივანე ზოსიმემ რამდენიმე ქრისტიან-პალესტინურ არამეული ხელნაწერი წამოიღო, როდესაც იერუსალიმთან ახლოს მდებარე საბაწმინდის მონასტრიდან წამოვიდა. იგი სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში წავიდა, სადაც შექმნა ეს კონკრეტული ხელნაწერი და რადგან მაშინ პერგამენტი ძვირი იყო, ამისთვის გამოიყენა მის მიერ წამოღებული ძველი ქრისტიან-პალესტინურ არამეული ხელნაწერები, რომელთაც ქართული ენით ტექსტი ზემოდან გადააწერა. უნიკალური ხელნაწერი სინისმთის კოლექციიდან შეიცავს სახარებათა ყველაზე ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის უახლოეს დიალექტზე. ეს დიალექტი კი ყველაზე ახლოს არის ენასთან, რომელზეც იესო ლაპარაკობდა. დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად, რამე თუ ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამითა ენითა. ეს არის ივანე ზოსიმეს ძალიან ცნობილი სიტყვები. მისი მსოფლმხედველობით იყო მიჩნეული შუა საუკუნეების საქართველოში, რომ მეორედ მოსვლის ჟამს მაცხოვარი ალაპარაკდებოდა ქართულ ენაზე. ახლა თუ ამ ამბავს დაუკავშირებთ იმას, რომ ივანე ზოსიმეს ტექსტი დატანილია იმ ფურცლებზე, რომლის ქვეშაც არის არამეული ტექსტის ის დიალექტი, რომელზეც ლაპარაკობდა ქრისტე, აი ხა თქვენ ყველაფერი ეს გააერთიანეთ და მიხვდებით რამდენად დიდი ეროვნული, სულიერი და კულტურული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 500 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ სინასმთის ქართულ კოლექციაზე ყველანაირი გავლენა დაკარგა. ამიტომაც არის, რომ გიორგი კალანდიასთვის ივანე ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოსთვის შეძენა ისეთი მოვლენის თოლფასია, რომელიც არა საუკუნეებში, არამედ 1000 წლეულებში ერთხელ ხდება. ცდილობ, რომ რაღაც შესაბამისი შედარება ვიპოვო. აი დაახლოებით ისეთია, რომ შოთა რუსთაველის ხელნაწერი აღმოჩნდეს და საქართველოში დაბრუნდეს. აი რაღაც ამის მსგავსია, რაღაც ძალიან დიდი, რომელიც ოქროს ასოებით შევა საქართველოს კულტურის ისტორიაში. მეცნიერები ახლა წიგნის საქართველოში ჩამოსვლას ელოდებიან. ჯერ უცნობია, რა დრო დასჭირდება ხელნაწერის კვლევის პროცესს. საგანძური მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ამ დრომდე ჩვენს ქვეყანაში არ ჰქონდა სინისმთაზე შესრულებული ხელნაწერი და არ ინახებოდა ხელნაწერი არც არამეულ ენაზე. დიდი შრომა იქ ქართული ხელნაწერების გადაწერა რედაქტირების საქმეში, იმიტომ რომ ერთ-ერთ კოლოფონში ის ამბობს კიდევაც, რომ ისეთ რაღაცებს ვწერო, რომელიც დღევანდელ პრაქტიკაში უკვე აღარ გამოიყენება, როგორც ჩანს, აი ჯგუფი, რომელიც სინის მთაზე ქართველების ჯგუფი მოღვაწეობდა, მათ უნდათ, რომ მათ შორის ძველი რედაქციის ხელნაწერები შემონახულიყო, იმის მიუხედავად, თქვათ, ეს იყო თუ არა გამოყენებული ცოცხალ ლიტურგიკულ პრაქტიკაში. სამადლობელი წერილი გუშინვე გამოაქვეყნა საქართველოს საპატრიარქომ. ილია მეორე ქართული კულტურული საგანძურის უმნიშვნელოვანესი ხელნაწერით გამდიდრების გამო ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის. ეს არის წიგნი, რომელსაც წმინდა წერილის ტექსტის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღეს, როდესაც ასე მძაფრად დგას ქართული იდენტობის საკითხი, ქართული ტრადიციების საკითხი, აი აქ გამოჩნდა და ყურადღება მიიქცია მთელი საქართველოსი იმან, რაც ეკლესიის წიაღში არის შექმნილი საუკუნეების წინ და რასაც აქვს მსოფლიო მნიშვნელობა. სასულიერო მწერლის ივანე ზოსიმეს ხელნაწერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგად უკვე საქართველოს საკუთრებაა, კრისტის აუქციონზე მარტინ შოიენის კოლექციიდან მოხვდა.